ჰეი, ორი ახალი ამბავი მოგვს. პირველი დავაყენე საშუალო როგორც ხედავთ და ვიყიდე მიკროფონი და იმედია ხმა ბევრად უკეთესია. და მეორე ვიყიდე ტრიპოდი. და ეხლა ქუჩაშიც რო ვივლი ხოლმე, ეს კოპენჰაგენის ძალიან არასაჭირო უაზრო და ხშირი ქარი ბექგრაუნდად აღარ შეგვაწუხებს იმედია. და უკეთესი უფრო სასიამოვნო საყურებელი და მოსასმენი გახდება ჩემი ვიდეოები. რაც შეეხება დღევანდელ ვიდეოს გადავწყვეტე რომ ჩავწერო ზოგადად აი სამსახურის ძიების პროცესზე დანიაში, იმიტომ რომ ჩემს Facebook ჯგუფში კითხვარიც გავაკეთე, ანუ რა თემებთან დაკავშირებით დაგაინტერესებდეთ კონტენტი YouTube-ისთვის და ძალიან ბევრი მომწერა პირადშიც და იქაც დამიწერა კომენტარებში, რომ ზოგადად რა ხდება დანიაში, რამდენად რთულია სამსახურის მოძიება, ასევე სამუშაო ვიზები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის, განსაკუთრებით არა ევროკავშირის ქვეყნებისთვის, ანუ ჩვენთვის, თქვენთვის, ჩემთვის. და ესე შემდეგ და ზოგადად ჩემი გამოცდილება რა, როგორც არა ევროკავშირის ქვეყნიდან წამოსული სტუდენტი, რომელმაც მაგისტრატურა დაასრულა დანიის სასწავლებელში კოპენჰაგენის უნივერსიტეტში. ამიტომ ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ და რა დამატებით ინფორმაციაც მაქვს სამთავრობო დაწესებულებებისგან და ჩემი მეგობრებისგან, რომლებიც დანიელები არიან, ამასაც გაგიზიარებთ და შესაძლოა თქვენთვის ძალიან გამოსადეგიც იყოს. ან თუ აქამდე არ გიფიქრიათ, ეხლა დაფიქრდეთ წამოსვლაზე, ან თუ გიფიქრიათ და რაღაც არა საკმარის ინფორმაციის გამო გადაიფიქრეთ, იმედია რაღაც უფრო მაინც გამოგადგებათ რა. განსაკუთრებით სტუდენტებს. იმიტომ რომ რადგან მე თვითონ სტუდენტური გამოცდილება მაქვს აქ, ალბათ უფრო დარწმუნებით და ბევრს ვილაპარაკებ ამ ეტაპებზე. თან ჩემი დიდი мотиваცია რაცა ისაა ეხლა რომ ანუ დაგანახოთ რამხელა განსხვავება ევროკავშირის სტუდენტების და არა ევროკავშირის სტუდენტების შორის, რომლებიც მოდიან დანიაში სასწავლებლად და აი რადიკალურად განსხვავებული ცხოვრება აქვთ ორივეს, იმიტომ რომ რამდენი პრიორიტეტი აქვს ევროკავშირის წარმომადგენლებს და რამდენად ესე რომ ვთქვათ დაჩაგრულებივთ არა ევროკავშირის ქვეყნები, მხოლოდ იმიტომ რომ არ დაუბადებული ვართ ევროკავშირში. მაგასაც მინდა რომ ხაზი გაუსვა და ანუ უკეთ დაგანახოთ რა, იმიტომ რომ მან რო ვცხოვრობდი, მე თვითონაც კი ვიცოდი რომ ძალიან ბევრი პრიორიტეტი და ისე შემდეგ მექნებოდა, მაგრამ ანუ აქ ჩამოსვლის მერე თვითონ დანიის მთავრობას რამხელა პრიორიტეტები აქვს ევროკავშირის ქვეყნების ბავშვებისთვის. ჩემთვის აი ძალიან დიდი შოკი იყო დასაწყისში და მინდა რომ ეგეც გაჩვენოთ რა რამხელა განსხვავება და რამხელა კეთილდღეობაა მოკლედ და პრიორიტეტები მასთვის, ვინც უბრალოდ ევროკავშირის ქვეყნებში დაიბადა და რამდენად აი არანაირი წვალება არ უწევთ, როცა ჩვენ აი მე თვითონაც ხო გამოვლილი მაქვს ეგ წელი რომ მოემზადო აპლიკაციებისთვის, იქით სკოლარშიფები გჭირდება, იმიტომ რომ ახლა მხელა თანხას ვინ გადაიხდის, ხო? მხოლოდ სასწავლებლად და მე ამას დამატებით კიდე ცხოვრების ხარჯები და ესე შემდეგ. მოკლედ ეს ყველაფერი რო ვიცი და რო გამოვლილი მაქვს, მე რო ადარებ აქაურებს, რომლებმაც საერთოდ არაფერი გააკეთეს იმის გარდა, რომ წინა დღეს ალბათ გადაწყვიტეს რომ კაი მოდი კოპენჰაგენში წავალ, განაცხადი გააგზავნეს და აქ ხა უფასოდ სწავლობენ და დანიის მთავრობა უხდის ამ ყველაფერს. მოკლედ ძალიან დიდი განსხვავებაა რა, მაგასაც მინდა რომ მე ხაზი გავუსვა და უკეთ დაინახავთ თქვენ თვითონ რა ორი ძალიან განსხვავებული სამყაროა ერთმანეთის. ეხლა დავიწყებ და გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, ვისაც არ აქვს ჩემი წინა ვიდეოები ნანახი და არ იცის ზოგადად როგორ მოვხდი დანიაში, ერთი-ორი სიტყვით ჩემს თავსაც წარვიდგენ. მოკლედ Erasmus Mundus-ის მაგისტრატურით მოვხდი დანიაში, რომელიც მოიცავს ზოგადად რამოდენიმე ქვეყანაში სწავლას და მე double degrees, ანუ ორმაგ დიპლომს იღებ სწავლის ბოლოს, მხოლოდ მაგისტრატურის პროგრამებია, მხოლოდ არა, მაგრამ უმეტესად. და აი ამ დაფინანსებით მოვხდი დანიაში, კოპენჰაგენის უნივერსიტეტში, რომელიც იყო HOST, ანუ მასპინძელი უნივერსიტეტი პროგრამის და ჩემს პროგრამას ქვია გლობალური გარემო და განვითარება merged. მე ვიყავი პირველი კოჰორტი 2 წლის წინ, ამიტომ ძალიან ახალი პროგრამა და თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ მაგ მხრივაც მომმართოთ კითხვებით, ან ჩემს Facebook ჯგუფშიც გაწევრიანდეთ, მაგ ლინკს აქაც დავდებ აღწერაში, იმიტომ რომ ბევრად მეტი ადამიანი გაწევრიანებული
Facebook ჯგუფში, სადაც ერთმანეთს ვუცვით ინფორმაციას და თუ რამე დაგაინტერესებთ, შეიძლება უკვე ვიღაცას დასმულია გეკითხვა და უცებ მოძებნოთ და ნახოთ, ან იქვე დაპოსტოთ და ყველა თავის გამოცდილებას გაგიზიარებთ, რაც ძალიან კარგი და გამოსაყენებელი არის ჩემი აზრით, ანუ ძალიან გაგიმარტივებთ ბევრ რაღაცას რა. ხო და მოკლედ ეგრე მოვხვდი კოპენჰაგენის უნივერსიტეტში, უკვე მეორე წელია რაც დანიაში ვცხოვრობ. და როგორც ეს პროგრამა მოიცავს მინიმუმ 1 სემესტრის გატარებას საზღვარგარეთ, ანუ ორ უნივერსიტეტში სწავლას მინიმუმ. ვსწავლობდი ვარშავის უნივერსიტეტში, ასევე 1 სემესტრით წინა წელს. და მე ისევ დავბრუნდი კოპენჰაგენში, ანუ ამ ნახევარი წლის ვარშავაში გატარების შემდეგ, იმიტომ რომ დანია არის ფანტასტიკური ქვეყანა, ძალიან შემოყვარდა კოპენჰაგენი და აქ მყავს უფრო მეტი მეგობარი. ესევე ძალიან გამიმართლა იმაში, რომ როცა დანიაში საცხოვრებელი ვიზას არ ვიტყვი, იმიტომ რომ ვიზა არ გვჭირდებოდა, residence permit, ცხოვრების და მუშაობის უფლების განაცხადი უნდა გამეკეთებინა, მაგ დროს დანიის მთავრობამ დაუშვა ასეთი გამონაკლისი, რომ აი ამ 2 წლიანი სწავლის შემდეგ ზოგადად ხვაძლებენ ხოლმე 6 თვიან job seeking ვიზას, ანუ 6 თვე გაქვს იმისთვის, რომ სამსახური ნახო ამ 2 წლიანი მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, ხო? თუმცა ჩემს შემთხვევაში და არა მხოლოდ ჩემი, ანუ ჩემს კოჰორტის შემთხვევაში დანიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 6 თვის ნაცვლად მიეცა ყველა არაევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის 3 წლიანი job seeking ვიზა, ანუ ეხლა არ მაქვს 6 თვე სამსახურის მოსაძიებლად, არამედ მაქვს 3 წელი და ამ 3 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, შემიძლია სრულ განაკვეთზე მუშაობაც. და 3 წლის განმავლობაში, როცა ვიპოვ ისეთ სამსახურს, რომელიც აკმაყოფილებს ამ ვიზის მოთხოვნები სხვადასხვა და ეს კიდე დასასერჩი მაქვს კარგად, ამიტომ ეხლა ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ როგორც ვიცი, ზოგადად არის ხოლმე. ან რაღაც გარკვეული რაოდენობის ანაზღაურება უნდა გქონდეს მინიმუმ თვის განმავლობაში, რომელიც მგონი ეხლა არის 46,000 დანიური კრონა. 7.5 კრონა არის დაახლოებით 1 ევრო და რამდენი გამოდის სადღაც გადასახადებამდე 4-5,000 მგონი თუ არ ვწდები. ზუსტად არ ვამბობ. ან კიდევ რაღაცა ლისტი არის ჩამონათვალი სამსახურების, რომლებიდანაც ერთ-ერთი მაინც უნდა იყოს ის სამსახური, რომელსაც თქვათ იპოვე, ხო? და ეს ლისტი არის ძალიან ფართო, ანუ ჩამონათვალი. უმეტესად უნდათ დაიტოვონ ისეთი ადამიანები, რომლებმაც დაამთავრეს, რა თქმა უნდა, დანიური სასწავლებელი და რომლებიც მიეკუთვნებიან skilled labor კატეგორიას, ანუ ქართულად პირდაპირ გადმოვთარგმნოთ, უნარიანი მუშახელი. ანუ უმეტესად ეგეთი ადამიანები ჭირდებათ, იმიტომ რომ ზოგადად დანია განიცდის დანაკლისს skilled labor-ის, ანუ უნარიანი მუშახელის. თუმცა ამ უნარიან მუშახელში უმეტესად თვლიან ისეთ კატეგორიას, რომლებიც პროფესიონალები და სპეციალისტები არიან რაღაცა მიმართულებით. ძალიან დიდი დანაკლისი არის ხოლმე მედიცინაში, ტექნოლოგიების მიმართულებით, განსაკუთრებით ბიოტექნოლოგია, ფარმაცევტიული მიმართულებები და ესე შემდეგ და ასევე გარემო მიმართულებები. ამიტომ თუ ამ მიმართულებით ფიქრობთ თქვენი კარიერის და მომავლის გაგრძელებას, ვფიქრობ, რომ დანია არის ფანტასტიკური გამოსავალი. თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი აზრით ყველა მიმართულებით არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება, ამიტომ მგონია რომ დაგეხმარებათ ჩემი აზრით. მოკლედ, როცა პრინციპში ვიდეოში არასდროს არ მეთქვამს, მაგრამ ვწერ ხოლმე აღწერაში, თუ გაინტერესებთ თქო, ან დამეკომენტარეთ, ან გამოიწერეთ ჩემი არხი, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ხვდები, უყურებთ თუ არა, ანუ ეს კონტენტი მოგწონთ თუ არა, გაინტერესებთ თუ არა, ან ზოგადად რა გაინტერესებთ დანიაში და შემიძლია მე სხვა კონტენტები სამომავლოდ იმ თემებთან დაკავშირებით გავაკეთო, რაც თქვენ თვითონ გაინტერესებთ. ამიტომ ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები თუ გამოვიწერთ ჩემს არხს, თქვენს მეგობრებსაც გაუზიარებთ, ან ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ფიქრობთ, რომ დაჭირდება და გამოადგება და თუ დამიკომენტარებთ ხოლმე, იმიტომ რომ ალგორითმი ეგრე მუშაობს, ახლა თქვენ თვითონაც იცით, რაც უფრო მეტი engagement და ჩართულობა აქვს ვიდეოს, მე მით უფრო მეტ ადამიანს უჩვენებს ხოლმე და მე თვითონაც мотиваცია მეძლევა. ამიტომ დიდი მადლობელი ვიქნები თუ გამოვიწერთ ჩემს ვიდეოს და დააკომენტარებთ.
მოკლედ, ეხლა მთავარ თემას რაც შეეხება. სტუდენტური ვიზის განმავლობაში მუშაობაზე ვისაუბრებ ეხლა, არა ევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენელს, რამდენი საათი აქვს და ესე შემდეგ. მოკლედ, თუ მოდიხართ არა ევროკავშირის ქვეყნიდან, ჩვენ შემთხვევაში საქართველოდან, რომელიც არა ევროკავშირის ქვეყანაა, ჯერჯერობით იმედია, სტუდენტობის განმავლობაში კვირაში მაქსიმუმ 20 საათის მუშაობის უფლება გაქვთ. ჩემ შემთხვევაში, რადგან სტიპენდია მქონდა, რომელიც სწავლასაც და ცხოვრებასაც მეფინანსებდა, ამიტომ ძალიან საკმარისზე მეტი იყო ჩემთვის ამ მუშაობის საათები, იმიტომ რომ არ მქონდა სანერვიულო არც საცხოვრებელზე, არც საკვებზე და არც სწავლაზე. ამიტომ ეს გაითვალისწინეთ, საკმაოდ ძვირი ქვეყანაა დანია, მგონი ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქვეყანაა, თუმცა ესევე ევროკავშირში უმდიდრესი ქვეყანაა, რაც იმას გულისხმობს, რომ ანაზღაურება ნებისმიერ დაწესებულებაში და ნებისმიერ სამსახურში არის საკმაოდ მაღალი, რომელიც ძალიან საკმარისია ხოლმე ყველანაირი ცხოვრების ხარჯების დასაფარად, თუმცა არ გულისხმობ, როცა ეს არის მაქსიმუმ 20 საათი კვირაში, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, შესაძლებელია ესეთი სამსახურის პოვნა, რომელიც ძალიან კარგად ანაზღაურებს თქვენ საათობრივ სამუშაოს და შესაძლებელია ყველა ხარჯი დაფაროთ, თუმცა 20 საათი კვირაში მაინც ძალიან მცირე რაოდენობა, რომელიც შემდეგ უნდა გამოიყენოთ საცხოვრებლის გადახდაში, რომელიც დანიაში არის უძვირესი და საკმაოდ რთული საშუალებელი არის დაბალხარჯიანი საცხოვრებლები, ანუ იაფიანი და ესევე ზოგადად ცხოვრება, ტრანსპორტი და ესე შემდეგ, რომელიც საკმაოდ ძვირი არის. არ ვამბობ, რომ შეუძლებელია, თუ სწავლის დაფინანსება გაქვთ, შესაძლებელია 20 საათი იმუშაოთ კვირაში და ეს ყველა ხარჯი დაფაროთ. ნამდვილად შესაძლებელია, თუმცა ძალიან მარტივი არ არის. ცოტა სავარაუდოდ გაგიჭირდებათ. თუმცა შესაძლებელია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი არა ევროკავშირის ქვეყნიდან ზუსტად ესე აკეთებს. ამერიკელებიც, კანადელებიც და ძალიან ბევრი აზიელიც. ამიტომ ეგ პრობლემა არ იქნება. ხოლო რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენლებს, პირველ რიგში მას ვიტყვი, რომ არავის არ უწევს აქ სწავლის დაფარვა, ანუ სწავლის გადასახადის დაფარვა, იმიტომ რომ დანიაში სწავლა ევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენლებისთვის არის უფასო ნებისმიერ დაწესებულებაში. და ესევე არსებობს SU, ანუ დანიის მთავრობის დახმარება, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ევროკავშირის წარმომადგენელი, რომელიც მუშაობს მინიმუმ 10 საათს კვირაში და იხდის დანიურ გადასახადებს, დანიის მთავრობა უხდის დაახლოებით 700-დან 900 ევრომდე დამატებით თვეში. ანუ 10 საათს მუშაობ მინიმუმ, შენივე ანაზღაურება გაქვს. რა თქმა უნდა, და ესევე დანიის მთავრობა, მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირის წარმომადგენელი ხარ და მხოლოდ იმიტომ, რომ აქ მუშაობ და გადასახადებს იხდი, 700-დან 900 ევრომდე კიდევ გიმატებს, რაც სრულიად საკმარისია როგორც სტუდენტმა იცხოვრო კოპენჰაგენში, რომელიც დანიაში ყველაზე ძვირი ქალაქია. რამხელა განსხვავება თქვენ თვითონაც ხედავთ. როცა ჩვენ ევროკავშირის ბავშვებს, სტუდენტებს უბრალოდ ფიზიკურადაც კი არ შეგვიძლია აქ ჩამოსვლა, თუ სრული დაფინანსება სწავლის და საცხოვრებელი ხარჯების არ გვაქვს. რადგან მინიმუმ 11,000 ევროდან იწყება ხოლმე წელიწადში გადასახადი უნივერსიტეტებში. და ამას პლუს საცხოვრებელი ხარჯები ყოველთვიური, რომელიც ასევე საკმაოდ მაღალია. ხო, ხედავთ რომ ხელ განსხვავება. ამიტომ ძალიან კომფორტულია ევროკავშირის ქვეყნებისთვის. ანუ ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებისთვის აქ ჩამოსვლა ძალიან მარტივია და ამიტომ ძალიან ბევრ სამხრეთ ევროპელს შეხვდებით და ესევე აღმოსავლეთ ევროპელსაც კოპენჰაგენში. დანიური მთავრობის ამხელა ბენეფიტების გამო, რა თქმა უნდა. კიდევ რისი თქმაც არ მინდა რომ დამაუწყდეს არის ის, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, რადგან ანუ ევროკავშირის წარმომადგენლები ასე გრძლად რო არ თქვა ხოლმე, მარტო EU სტუდენტებს ვიტყვი და ხო, ის უნდა მეთქვა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ დანიურ დაწესებულებებში თუ სწავლობ და დაასრულე ბაკალავრი, მაგისტრატურა, არ აქვს მნიშვნელობა და EU ქვეყნებიდან ხარ, ესევე არის აკასე, ესე ქვია, ესეც unemployment benefit არის, ანუ
უმუშევრობის ბენეფიტი, ქართულად რო ვთქვათ, რაც გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ SEO-ს იღებდი 2 წლის განმავლობაში და დანიურ ტაქსებს იხდიდი და მინიმუმ 10 საათი მაინც მუშაობდი კვირაში, EU სტუდენტებს აქვთ დაახლოებით 10,000 დანიური კრონა თვეში, 2 წლის განმავლობაში ყოველ თვეს, სანამ ისინი იპოვიან სამსახურს დანიაში. ანუ 10,000 კრონა არის დაახლოებით 1,400 евро. ანუ ყოველთვიურად EU სტუდენტები იღებენ აქ სწავლის დასრულების შემდეგ 1,400 ევროს, მანამ სანამ იპოვიან უფრო მაღალ ანაზღაურებად სამსახურებს და ნებისმიერი სამსახური full time-ზე ბევრად მაღალი ანაზღაურებადია, ვიდრე 10,000 კრონა თვეში. ამიტომ ეს ბენეფიტიც აქვთ მხოლოდ მათ, ჩვენ არა. ჩვენ არ შეგვიძლია არანაირი ბენეფიტის მიღება დანიაში იმ ვიზით და ცხოვრების უფლებით, რომელიც გვაქვს სასწავლებლად ჩამოსვლისას, ანუ job seeking permit-ის ქონის შემთხვევაში არ შეგიძლია მსგავსი ბენეფიტების აღება, ჩვენ გვიწევს რომ უბრალოდ ვიმუშაოთ და რაც შეიძლება მალე ვიპოვოთ ისეთი სამსახური, რომელიც ამ ყველა მოთხოვნას ეხმიანება, რომლებიც თვითონ დანიის მთავრობამ გამოსცა, რაც უკვე ვახსენე, ეს ანაზღაურება და ამ კატეგორიაში უნდა იყოს ის სამსახური, რომელსაც იპოვი, ხო? Skilled labor, რასაც ქვია. მოკლედ ესეთი ამბებია, განსხვავებებს რაც შეეხება და რო ჩამოდიხარ, აი მაშინ ხვდები, რომ ძალიან დიდი შოკი არის, მოკლედ. თუმცა ისიც უნდა აღონიშნო, რომ აი job seeking visa-ის გაცემა 3 წლით არც გამიგია სხვა ქვეყანას თუ ოდესმე ქონია, ანუ ეს იყო მგონი სატესტო, რა თქმა უნდა, მე ძალიან გამიმართლა და ჩემ შემდეგ 2 კოჰორტსაც, იმიტომ რომ ეხლა ფიქრობენ, რომ ისევ შეცვალონ და 3 წლის ნაცვლად შეამცირონ 1 წელზე, თუმცა 1 წელიც საკმაოდ კარგი დროა, იმიტომ რომ ქვეყნების უმეტესობა, როგორც ვიცი, გასცემს 6 თვიან job seeking visa-ს, ანუ 6 თვე გაქვს წლის დასრულების შემდეგ, რომ სამსახური იპოვო. ამიტომ ეს ძალიან კარგი ვარიანტია ჩვენთვის, რომელიც ძალიან დიდ თავისუფლებას გვაძლევს. ხო. ეხლა რა ხდება არაევროკავშირის სტუდენტებისთვის, მას შემდეგ, რაც აქ სწავლას ასრულებ. მოკლედ რო გითხრათ, ზოგადად დანიური labor market, job market, ანუ მარკეტი, სამსახურების, სამუშაო მარკეტი, ესე ვთქვათ, არის ძალიან განსხვავებული სხვა ქვეყნებისგან, სადაც ოდესმე მიცხოვრია და სადაც გამიგია. პირველ რიგში რაც მე თვითონ შევამჩნი არის ის, რომ ყველაფერს მიაქვს უფრო მეტი დრო, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. მგონი ადრე ერთ-ერთ ვიდეოშიც ვახსენე, რომ აი ყველაზე chill ქვეყანა, სადაც მიცხოვრია, რაც გამიგია, ყველაზე chill ხალხი, ყველაზე აი კარგი working life balance რაც არის, აქვს დანიას. პირველ რიგში ყოველთვის არის ხოლმე ცენტრში ადამიანი, ანუ როგორ გრძნობ თავს, რამდენად კარგად იგრძნობს სამსახურში თავს, რამდენად აფასებენ ადამიანის უფლებებს და ესე შემდეგ. მოკლედ ეს ყველაფერი ძალიან შესამჩნევია ხოლმე, იმიტომ რომ ამის გამო ყველაფერი დროში იწალება ძალიან ხშირად და ანუ არა ვიქსტრესავს, რომ რაღაცა გააკეთო, აი უცებ, თუ არ გრძნობ თავს ძალიან კარგად, რა თქმა უნდა, ჯერ საკუთარ თავს გაუფრთხილდე და მიხედა და მე ეშველება ყველაფერს. და თან ხო აი ძალიან chill ხალხია. ძალიან სტრესისგან თავისუფალი და აქ რო ხარ რაღაცა პერიოდი თავიდან დიდი შოკია, იმიტომ რომ ისეთი ქვეყნიდან წამოსვლა, რომელშიც ყოველ დღე რაღაცა სტრესი არის, თითქმის ყოველ დღე, ხან საცობები, ხან რაღაცა არაუსაფრთხოება და ესე შემდეგ. აი ესეთი ქვეყნიდან რო ჩამოდიხარ, აქ ცოტა შოკი არა, პირველი რამოდენიმე თვე მაინც, თუმცა აი ბოლომდე ვერასდროს ვერ იაზრებ, ბოლომდე ვერასდროს ვერ იგებ რა ხდება, რაღაცა თითქოს გაკლია ხოლმე, ანუ ქუჩაში ყვირილი, ძაღლების ყება. ეგ ყოველთვის მაკლია ხოლმე და ჩემს ქართველ მეგობრებთანაც მაგაზე ვსაუბრობ ხოლმე ძალიან ხშირად რა აქ, იმიტომ რომ ყველას ეგეთი შეგრძნება გვაქვს და მარტო ქართველებს კი არა, აი სამხრეთ ევროპელებსაც. ну ძაღლებს არა კონკრეტულად, მაგრამ ხმაური ქუჩაში ან მეზობელმა რაღაცა
ძალიან ხმამაღალი მუსიკა რო ჩართოს შუაღამის შემდეგ და ესე შემდეგ რა. ამ მხრივ აი არანაირი სტრესი არ გაქვს ქუჩაში რო გადიხარ. თბილისში რო გავდიოდი ხოლმე ქუჩაში, აი ყოველთვის ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ ვცდილობდი, რომ აი ყველანაირად სახლში მომეგვარებინა ყველაფერი, ოღონდ გარეთ არ გავსულიყავი და აქ ქუჩაში რო გავდივარ ხოლმე, ვერ ვიღალები იმდენად სასიამოვნოა, მოკლედ და კომფორტული საცხოვრებლად. ეს მინდოდა რომ მეთქვა ესევე ძალიან ბევრი ბიუროკრატიული რაღაცები კი არის მოსაგვარებელი და რთულია ზოგადად აქ მოხვედრა, მაგრამ ძალიან ბევრი ბენეფიტი აქვს და ძალიან კომფორტულია საცხოვრებლად. ყველაზე კომფორტული ქალაქია საცხოვრებლად, სადაც კი ოდესმე მიცხოვრია. და კი მიცხოვრია რამოდენიმეში, მარტო ერთ-ორს არ გულისხმობ. მგონი მე-6 თუ მე-7 ქალაქია, სადაც მიცხოვრია, ამიტომ I mean it. მეორე მიზეზი იმისა, თუ რატომ მიაქვს ყველაფერს უფრო მეტი დრო ვიდრე სხვა ქვეყნებში, ჩემი აზრით და ესევე სხვა ჩემი ნაცნობების აზრითაც, არის ის, რომ დანიელებს სამსახურში არ აყავთ მხოლოდ აი ძალიან skilled ადამიანები რა, ანუ არ უყურებენ მაგალითად მხოლოდ იმას, რისი გაკეთება შეგიძლია სამსახურში. გიყურებენ ადამიანს, რომელიც ან რომელთან ერთადაც მათ უნდა გაატარონ ბევრი დრო სამსახურში, რამდენად კარგი გუნდში, გუნდის წევრი შეიძლება იყო, რამდენად კარგად შეგიძლია გუნდში მუშაობა, გუნდური მუშაობა, ანუ რამდენად შეუძლიათ თქვა რაღაც coffee breaks-ზე შენთან საუბარი, რამდენად თავმდაბალი ხარ და ესე შემდეგ. რამ ყველაფერს მოკლედ ძალიან უყურებენ, იმიტომ რომ თვითონ არიან ეგეთები. და ყოველთვის ფრთხილობენ ხოლმე კანდიდატის არჩევისას, იმიტომ რომ ეს ყველაფერი შესამოწმებელი აქვთ, ხო? ამიტომ ამას დრო მიაქვს ხოლმე. განსაკუთრებით იმ ფაქტის შემდეგ, რომ გავიგე, რომ 70% დანიაში სამსახურები საერთოდ არ იპოსტება, მე რა უკვე ბევრი რაღაცა უფრო ნათელი გახდა. ანუ თვითონ hiring process, ანუ კანდიდატის აყვანის პროცესი ხო გრძელია, თუმცა თვითონ შენთვისაც, როცა სამსახურს ეძებ, აი სამსახურის მოძიების პროცესიც არის ძალიან გრძელი. იმიტომ რომ არ გჭირდება მხოლოდ დაამტკიცო ის, რამდენად შეგიძლია რაღაცა hard skill-ებით რაღაც პრობლემა გადაუჭრა და გაუკეთო, რასაც ეძებენ. თუმცა უნდა დაამტკიცო, რამდენად სასიამოვნო ადამიანი ხარ, რამდენად რაღაცა ის სოციალური ნორმები რაც არის, შეგიძლია იქ ჩაჯდე. რამდენად chill ხარ, რამდენად არ სტრესავს სხვა ადამიანებს, რამდენად შეგიძლია შენ თვითონ აი როცა სტრესი არის, კარგად მოაგვარო ყველაფერი, გაუმკლავდე სიტუაციას. მოკლედ ამ ყველაფერს იმხელა ყურადღებას აქცევენ, რომ შენ თვითონ გიწევს ხოლმე რაღაცების დამტკიცება. აი ეს coffee date-ები, რაც აღმინიშნავს ესევე მგონი წინა ვიდეოებში. ფაქტობრივად ეგაა, ხო? ანუ LinkedIn-ზე ან შენი სანაცნობოდან ძალიან ხშირად გადიხარ ხოლმე და ვიღაცის პროფესია ან რაღაცა კარიერა, გზა თუ დაგაინტერესებს, პირდაპირ მიდიხარ და იმ ადამიანს ეკითხები, რომ ეკი ძალიან მოინტერესებს, wow, I'm impressed და თუ იქნები წინააღმდეგი თუ არ იქნები, ძალიან მინდა რომ შენთან ერთად თქვა coffee date-ზე გავიდე, გამიზიარე შენი გამოცდილება და ესე შემდეგ და რამოდენიმე კონკრეტული კითხვაც რო გქონდეს, ეგ გადასარავი იქნება, იმიტომ რომ ყველას უნდა დახმარება. აქ თვითონვე ამბობენ, რომ ჩვენ გვინდა დახმარება, უბრალოდ რაც უფრო გაგვიმარტივებ ამ პროცესს, რომ დაგეხმაროთ, მით უკეთესი და ყველაზე კარგად ეს ვლინდება მაშინ, როცა კონკრეტული კითხვები გაქვს, რა, იმიტომ რომ თვითონაც ბევრად ბედნიერად გრძნობენ თავს თავიანთი გამოცდილება რო გაგიზიარონ და რაღაცა კონკრეტულ კითხვებზე გაგცემ პასუხი. აი ამის მერე რა შთაბეჭდილებას დატოვებ ამ ადამიანზე, მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. უნდა დატოვო ძალიან კარგი სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილება. და ესეთი ადამიანის, ვისაც რეალურად აინტერესებს რა მართლა ეს როლი, მხოლოდ იმიტომ არა, რომ რაღაც ეთლისტ, რაღაც მინიმუმ სამსახური მივიღო, ოღონდ იხდიდეს და სხვა არ მაინტერესებს. ეგრე რთული არის ხოლმე რა, იმიტომ რომ ენთუზიაზმს და როგორ ვაიბობ HR-თან ამ coffee date-თან მაგ ყველაფერს ხო გრძნობს სხვა ადამიანი და მე რეკომენდაცია რომ გაგიწიოს ან რაღაცა პოზიცია რომ გამოჩნდეს მაგის კომპანიაში ხო და რო გაახსენდე როგორღაც თავი უნდა დაამახსოვრო და ყველაზე კარგი ვარიანტი ამ შემთხვევაში არის რომ დაამახსოვრო თავი შენ ენთუზიაზმით და რამდენად მართლა გინდა კონკრეტული კითხვები რომ თქვი რომ ძალიან კარგია თქო რომ დასვათ
ეს იმიტომ რომ აჩვენებს რაღაცა research-ი კომპანიაზე გაკეთებული, ბევრი დრო აქვს დათმობილი, რაღაცები დეტალებში იცი და უკვე შეგიძლია ესეთ კითხვები დასვა, რომ დარწმუნებულია, რომ აი შენ რო გაგიწიოს რეკომენდაცია, სუნულიდან არ იქნება რაღაც დასაწყები რა, შენ რო გასწავლონ რაღაცები და მართლა გინდა რა, და როცა მართლა გინდა მაგ კომპანიაში ან მაგ პოზიციაზე მუშაობა, ну, ბევრად მარტივად მიდის ხოლმე მე რო ყველაფერი, თუ აჩვენებ ამას სწორად. ამიტომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და წარმოიდგინეთ, რამდენ coffee date-ზე უნდა გახვიდეთ და რამდენ კომპანიის research-ები უნდა აკეთოთ, რომ გაგიმართლოთ და ერთხელ ვიღაცა სწორ ადგილას მოხვდე, ვინც სწორ კომპანიაში მუშაობს და რაღაცა რეკომენდაციას გაგიწერს და ზუსტად გაგიწევს და იმ მომენტში, როცა წახვალ coffee date-ზე იმ კომპანიას რო ექნება open position, აი წარმოიდგინეთ, რამდენი შრომა გჭირდებათ მაგისთვის. თუმცა ძალიან დიდი ნაწილია კიდე გამართლების რა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ 100-ობით CV შედის ნებისმიერ პოზიციაზე, აი მინიმუმ 200-300. იმიტომ რომ კოპენჰაგენში არავინ არ მოდის კულტურისთვის, კარგი ამინდისთვის, კარგი საკვებისთვის და ესე შემდეგ, ან გადასარავი ბუნებისთვის. არა, იმიტომ რომ ეს არაფერი არ აქვთ მსგავსი. ანუ ძალიან კარგი კი აქვთ, მაგრამ ბევრად უკეთესი სამხრეთ ევროპის, ან აზიის, ან სამხრეთ ამერიკის ქვეყნებზე არა. ამიტომ ამ რაღაცებისთვის აქ არავინ არ მოდის. თუ კოპენჰაგენში მოდის ვინმე ევროკავშირის ქვეყნებიდან, ან თუნდაც არა ევროკავშირის ქვეყნებიდან, არის უკეთესი ცხოვრების შექმნა, უკეთესი სამუშაო პირობებით და ძალიან ბევრი სხვადასხვა შესაძლებლობებით, რომლებიც უბრალოდ სხვა ქვეყნებში არ არსებობს ჩემი გამოცდილებით. ისეთი სამსახურის ისინი მოხდება ხოლმე სახელები და ისეთი პოზიციების აღწერები, რომლებიც არასდროს არ გამიგია აქამდე რო არსებობდა და მე ხვდები რომ აი კი თურმე რაღაცა რომ მომწონდა ძალიან ადრე და მეგონა რომ არ არსებობს როგორც პროფესია, აქ შეგიძლია იყო ეგ რა. მოკლედ ამ ყველაფრის გამომოდის ხოლმე ხალხი და წარმოიდგინე რომ აგზავნი ვაკანსიაზე CV-ს და შენს აპლიკაციას ყველა ვაკანსიაზე გთხოვენ ხოლმე სამოტივაციოს, იმიტომ რომ თან ძალიან მოკლეს რა, იმიტომ რომ რაღაც 100-200-300 კაციდან ყველას ერთმანეთზე უკეთესი გამოცდილება რო აქვს, ზოგჯერ კატასტროფა არის ხოლმე არჩევის პროცესი. ხო და წარმოიდგინეთ, რომ აგზავნი რაღაც 300-400 ადამიანთან ერთად და ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებსაც აქვთ იგივე პოზიციაზე გამოცდილება, 10 წლიანი, 15 წლიანი ნამუშევარი აქვს სხვადასხვა ქვეყნებში და მე უბრალოდ აქ მოდიან თავიანთი დროის და დასაფასებლად და უკეთესი ანაზღაურებისთვის, რაც თეორია კიდე ნაკლებად სამუშაოდ, იმიტომ რომ working life balance აქ არის იდეალური, ყველა ასრულებს მუშაობას 4-ზე და 4-ის მერე უკვე დრო გრჩება შენი ცხოვრებისთვის, იმიტომ რომ ამ სოციალურ ურთიერთობებს და ოჯახურ ურთიერთობებს ძალიან დიდ პატივს ცემენ, ძალიან აფასებენ და მოკლედ ძალიან ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ხო, ეს კიდე უფრო რთულს ხდის სამსახურის მოძიებას და სამსახურის შოვნას დანიაში, რომელიც ასე რომ ვთქვათ, გაკმაყოფილებს პირობებითაც და ანაზღაურებითაც. განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალი დასრულებული გაქვს უნივერსიტეტი და ჯერ კიდევ fresh graduate ქვია, რომელსაც ბევრად ნაკლები გამოცდილება აქვს თავისთავად სამუშაო, ვიდრე ნებისმიერ პროფესიონალს, რომელიც უბრალოდ ესე ჩამოვიდა უკეთესი სამუშაოს საძიებლად, ხო? თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმედები არ გადაიწუროთ რა, იმიტომ რომ ეს ხალხი, ვინც ჩამოდის და აქ არ აქვს დანიური განათლება მიღებული, ზოგადად შემომჩნევი მე თვითონაც და ამბობენ, რომ ნაკლები შანსები აქვს დანიურ კომპანიაში მუშაობის, იმიტომ რომ აქაურები ძალიან აფასებენ, არა იმას ზოგადად რა გაქვს ცხოვრებაში გაკეთებული, არამედ იმას რა გაქვს გაკეთებული დანიაში. და ეს არის აი ყველაზე სწორი, ვისაც ოდესმე უთქვამს და მე თვითონაც შემიმჩნევია რა. იმიტომ რომ ეს 10 წლიანი, 15 წლიანი გამოცდილებით რომ მოდიან ხოლმე, კი ზოგს ძალიან უმართლებს და ზოგისთვის უმარტივესი არის ძალიან კარგი სამსახურის მოძიება, თუმცა
როდესაც არანაირი გამოცდილება არ გაქვს დანიაში, არ გისწავლია დანიურ დაწესებულებაში უნივერსიტეტში, არ იცი დანიური საერთოდ, უბრალოდ აქაურებსაც ზოგჯერ მგონი ეშინიათ ხოლმე, რამდენად კარგი ანუ good fit, რასაც ქვია, რამდენად კარგად შერწყმება ეს ადამიანი თავიანთ გუნდს, ან რამდენად აუღებს ალყოს ამ დანიურ კულტურას და ესე შემდეგ. ამიტომ ბევრად ურჩევნიათ ხოლმე ესეთი ადამიანის აყვანა, რომელსაც რაღაც მხრივ აქვს მაინც გამოცდილება დანიაში. ეს იქნება სწავლა, მოხალისეობა, რომელსაც იგივე მნიშვნელობას ანიჭებენ ხოლმე, როგორც სამსახურს, ამიტომ თუ მოხალისეობა ან მოხალისე ხართ ნებისმიერ ადგილას აუცილებლად ჩაწერეთ და თუ მით უმეტეს დანიაში აპირებთ ჩამოსვლას, აი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ეს რჩევა და გახდეთ მოხალისე სადმე. მით უმეტეს რაღაც კომუნიტები არის ხოლმე და დაგეხმარებათ რომ მეგობრებიც მარტივად იპოვოთ, იმიტომ რომ უმეტესად ჩამოსულები, საერთაშორისო სტუდენტები ვართ ხოლმე. და ძალიან აფასებენ რა, იმიტომ რომ ძალიან უყვართ მოხალისეობა აქ. მაგას ძალიან აფასებენ. ესევე რა დროს და efforts დებ იმისთვის, რომ დანიური ისწავლო, არავინ არ გთხოვს აქ დანიურს, განსაკუთრებით პროფესიონალი რო იყო, აი საერთოდ არავინ არ გთხოვს, თუმცა როცა უყურებენ ხოლმე ყოველთვის გაქვს რაღაცა პრივილეგია ამ მხრივ თუ დანიურს სწავლობ. პირველ რიგში ის რომ თვითონ სამსახურში რომ მოხდე, რაღაცას მაინც გაიგებ, იმიტომ რომ რა კარგებიც არ უნდა იყვნენ, რაღაც მხრივ მაინც დანიურად საუბრობენ ხოლმე რაღაც მომენტებში ყოველთვის და მე აუთსაიდერად რო არ იგრძნო თავი. და მეორე ის არის რომ უფრო მეტი შანსები გაქვს რომ აგირჩიონ რა, მხოლოდ იმიტომ რომ დანიურად საუბრობ. თუმცა ეგ ყველგან ხო იქნება, ეხლა წარმოიდგინეთ საქართველოში რომ ჩამოვიდეს ვიღაც, ბევრად მეტი შანსი ხო ექნება ეხლა ქართულად თუ საუბრობს დასაქმების, ბევრად მეტი შანსი ექნება ხო და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. თუმცა კიდე ძალიან კარგი ვარიანტი აქ ის, რომ ზოგადად სამსახურების უმეტესობა არ გთხოვს დანიურს და ერთ-ერთი უიშვიათესი ქვეყანა, სადაც მხოლოდ ინგლისურით შეგიძლია, ავიცი 20-25 წელზე მეტი იცხოვრო და საკმაოდ კარგი სამსახური და ანაზღაურება გქონდეს. უბრალოდ უფრო მეტი წვალება გიწევს საშოვნელად, ვიდრე თქვათ დანიურს როცა ფლობ. და უბრალოდ ძალიან უყვართ, როცა efforts დებ, ხო? ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი სიტუაცია ახლა ახალი არაფერი. თუ აქ აპირებთ ჩამოსვლას ან სამსახურის მოძიებას და ესე შემდეგ. ამ ყველაფრისთვის მზად იყავით. ეხლა რა შეგიძლიათ გააკეთოთ მაშინ, როცა ძალიან იწელება თქვენი სამსახურის შოვნის პროცესი, ხო? აქ ძალიან პოპულარულია part-time ჯაბები, რომლებიც ძალიან მარტივი საშუალებელი არ არის, თუმცა რა თქმა უნდა შესაძლებელია და შეიძლება 1-2 თვე ამანაც წაიღოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი აპლიკანტია ხოლმე, მაგრამ ყველა ვარიანტში რაღაცას ნახავთ ისეთ, თუნდაც part-time, რომელიც part-time-ად კი გიფარავთ თქვენი ცხოვრების ხარჯებს და რაღაც დროს დაიტოვებთ იმისთვის, რომ აპლიკაციები გააკეთოთ, coffee date-ებზე წახვიდეთ, ვებინარებზე, workshop-ებზე, სადაც შეიძლება ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი ნახოთ, რომლებმაც რაღაცა open პოზიციები შეიძლება შემოგთავაზოთ, ხო? ან კომპანიის შესახებ გაიგოთ, რომელში მუშაობაც მე შეიძლება გესიამოვნოთ და მოგინდეთ და გქონდეთ ღია ვაკანსიები. part-time სამსახურებს რაც შეეხება ნებისმიერ დროს, მაქსიმუმ 1-2 თვეში უკვე შეგიძლიათ საყვარელ კაფეებში ბარისტად ან ნებისმიერ სხვა პოზიციაზე ნახოთ სამსახური. ძალიან პოპულარულია ონლაინ სამსახურები, ძალიან ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობა, რომლებიც ასევე part-time მუშაობას გთავაზობთ ხოლმე, ამიტომ არის რაღაც ვებსაიტები, LinkedIn-ზე შეგიძლიათ ძალიან ბევრი შემოწმოთ, რაც part-time გთავაზობთ ხოლმე სამსახურებს, რაც ძალიან კაი ვარიანტია, სანამ რაღაც full-time jobs ეშოვით, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა, შესაძლოა ძალიან გაიწელოს თქვენთვის ასურველი სამსახურის მოძიება, შოვნა, შესაძლოა რაღაცებში არ გაგიმართლოთ, ან ეხლა გაწელვაშიც 1-2 თვეს არ გულისხმობ, გაწელვაში გულისხმობ აი ნახევარწლიდან 1 წლამდე, იმიტომ რომ მეგობრების უმეტესობა დაახლოებით ამ დროს ანდომებს თავიანთი სასურველი სამსახურის შოვნას. თუმცა გონია რომ ნებისმიერ ქვეყანაში ეხლა ესე არის რა. აქ თუ იშოვი full-time სამსახურს უკვე კარგი ვარიანტია, იმიტომ რომ მხოლოდ დანახაურებები, მხოლოდ თქვენს დანახარჯებს კი არ უზრუნველყოფთ, არამედ შესაძლებელი იქნება
დანაზოგის გაკეთებაც, რაც სხვა ქვეყნებში რთულია ხოლმე. ყოველ შემთხვევაში იმ ქვეყნებში, სადაც მე მიცხოვრია და სადაც გამიგია, საიდანაც მეგობრები მყავს. ანუ სხვა გამოცდილებებიდან, ხო? ამიტომ შესაძლოა ძალიან გაიწელოს დაახლოებით 6 თვე, ან 1 წელი მაინც, თუმცა თუ გადაწყვეტილი გაქვთ რაღაც აქ გააგრძელოთ ცხოვრება, თქვენი კარიერა და ესე შემდეგ, ამ დროის განმავლობაში იმდენი რაღაცის სწავლა შეგიძლიათ დაესწროთ workshop-ებს, ანუ შექმნათ აი უკარგესი networking-ი, რომელიც რაღაც მხრივ ძალიან დაგეხმარებათ და ყოველთვის რთულია ხოლმე აი პირველი სამსახურის მოძიება რა, იმიტომ რომ მე რეკომენდაცია თუ გაქვთ დანიელისგან, ყველაფერი ბევრად მარტივდება. იმიტომ რომ რა თქმა უნდა ფიქრობ რომ ვიღაცა ერთხელ თუ გენდოდა კარგი რეკომენდაცია გაქვს, ანუ კარგი შთაბეჭდილება დატოვე და კარგი გამოცდილება ქონდა შენთან ურთიერთობის. მე უკვე გადალახული არის თავიანთი შიში, რომ შეიძლება რაღაც არ მოერგო გუნდს და ბევრად მეტი შანსები გაქვს. ამიტომ ეს თქვენზე არის დამოკიდებული პრიორიტეტებზე, ღირს თუ არა და ესე შემდეგ რა. ეს მინდოდა მოკლედ რომ მომეყოლა დაახლოებით რას უნდა ელოდოთ აქ ჩამოსვლის შემდეგ, ძალიან იმედები რომ არ გაგიცრუვდეთ, რაღაცა ისე თუ არ წავად, რო არ იფიქროთ, რომ აი მე მარტო მე რატო უნდა დამემართოს ეს რაღაცები, მარტო თქვენ არ გემართებათ ყველა არაევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენელს გვემართება, ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ გადაწყვეტ აქ ცხოვრებას და ღირს, ჩემი აზრით ნამდვილად ღირს, ამიტომ მგონია რომ ყველგან მსგავს დროს მაინც წაიღებს სასურველი სამსახურის მოძიება და კიდევ თუ სასურველი სამსახური თქვათ საქართველოში ან სხვა ქვეყანაში ბევრად ნაკლებ ანაზღაურებით არის, აქ თუ იშოვეთ full time job-ი უკვე ძალიან კარგი ბენეფიტები გექნებათ. ეს ყოველთვის ესეა ხოლმე, ამიტომ სულ გამოცდილებაც არ გექნებათ და ნაკლები სამუშაო საათები რა თქმა უნდა. ეხლა რაც შეეხება უცებ გეტყვით იმასაც, როგორ მოხვდეთ აქ, ხო? საკმაოდ რთული არის დანიაში მოხვედრა არაევროკავშირის ქვეყნებიდან, იმიტომ რომ მიგრაციის საკმაოდ მკაცრი პოლიტიკა აქვთ. ყველაზე კარგი ვარიანტი და მარტივი არის ის, რომ აქ ჩამოხვიდეთ სასწავლებლად. Scholarship-ებს და სტიპენდიებს რაც შეეხება, რაც სრულად აფინანსებს, Erasmus Mundus-ის პროგრამები აუცილებლად განიხილეთ და ჩემს Facebook ჯგუფშიც გაწევრიანდით და კითხვები კომენტარებშიც დამიწერეთ თუ გაქვთ და ესევე აქვს დანიის მთავრობას Danish Government Scholarship, ანუ დანიის მთავრობის სტიპენდია, რომელიც არაევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებისთვის აფინანსებს ცხოვრებას, სწავლას, მოკლედ ყველაფერს რა, უფრო ნაკლებია ვიდრე Erasmus-ი გიხდით, თუმცა მაინც საკმარისია დანიაში საცხოვრებლად როგორც სტუდენტი. ამიტომ ესეც აუცილებლად გაითვალისწინეთ. ამას გარდა ერთ-ერთ უნივერსიტეტს Danish Business School, ესე ქვია კოპენჰაგენში, აქვს თავისი სტიპენდიაც, რომელიც ასევე არაევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებისთვის არის და ესეც გიფარავთ სწავლის და ცხოვრების ხარჯებს და გადასახადს, რომელიც საკმაოდ კონკურენტუნარიანია, თუმცა მაგის გამო ნამდვილად არ ღირს არც და პირიქით ყოველთვის ცადეთ და რაღაცა ერთხელ მაინც მხოლოდ ერთხელ უნდა გაგიმართლოთ, მეტჯერ არა. ესეც შეახსენეთ ხოლმე თქვენს თავს, ეგეც კარგი იქნება. ერთი გამართლება გჭირდებათ, არ გჭირდებათ, რომ ყველა უნივერსიტეტმა და scholarship-მა აღირჩიონ. ანუ ბევრგან დააგზავნეთ და მხოლოდ ერთხელ გჭირდებათ, რომ გაგიმართლოთ. ამიტომ ეგ შეახსენეთ ხოლმე თქვენს თავს. ეს ინფორმაცია მინდოდა რომ გამეზიარებინა. ძალიან დეტალებში აღარ ჩავედი, იმიტომ რომ 2 საათიანი გამოვიდოდა სულ მინიმუმ და გიტოვებთ აბა თქვენ ასპარეს კომენტარებში, იმედია დამიწერთ კითხვებს აქვე YouTube ვიდეოს კომენტარებში, რომ ბევრმა ნახოს. დროებით